მოგესალმებით მეგობრებო და დღეს მინდა ვისაუბრო თინა ბოკუჩავას მიერ დადგმულ რაღაცა უნიჭო სპექტაკლზე. გუშინ წინ ვრცელდება ვიდეო, სადაც თინათინ ბოკუჩავას მეუღლე კოტე იოსელიანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ბოდიშს იხდის, ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს და იძახის ასეთ რაღაცას, რომ 7 წლის წინო მეო უტა ივანიშვილზეო რაღაცა ვთქვიო და ამისთვის ბოდიშს ვიხდიო, ეს სიმართლეს არ შეესაბამებაო და ყველაფერი კარგი გამიგია უტა ივანიშვილზეო. ეს ვიდეო გავრცელდა გუშინ. ხოლო გუშინ თინათინ ბოკუჩავა გამოდის და ატარებს ბრიფინგს, სადაც იძახის, რომ ჩემი ქმარიო კოტე იოსელიანი მოიტაცესო, 8 საათი წაყვანილი ყავდათო, შეაშინესო და აი ამ შიშის ფონზეო სახლში რომ მოვიდა ვიდეო გადაიღო და ატვირთაო და არაფრის არ მეშინიაო და რაღაცებს მოკლედ იქ ბანძაობს ამ ბრიფინგზე. ლოგიკას რომ გავყვეთ, ესე იგი უტა ივანიშვილი იმდენად იყო გაბრაზებული ამ კოტე იოსელიანზე, რომ 7 წლის წინანდელი არ ქონდა დავიწყებული, ეს 7 წელია ამას ესე იგი ამ ბოღმას ატარებდა და მოატაცებინა იოსელიანი და ერთი თმა არ ჩამოვარდნია, 8 საათი ისე აკატავეს ეს კაცი და მერე პირობა მიიღეს კოტე იოსელიანისგან, უბრალოდ ესე სიტყვიერი პირობა, რომ ის რო სახლში მივიდო და ატვირთავდა ვიდეოს და გამოუშვეს სახლში და ესე ნდობა გამოუცხადეს, ეს ხო სისულელია. თუ უტა ივანიშვილი ასეთი გამწარებული იყო ამ კოტე იოსელიანზე, რომ 7 წელი ეს ბოღმა გულით დაქონდა და მოატაცებინა, დაალეწავდნენ იმ თავპირს და რავი იქვე მოახდევინებდნენ ბოდიშს, აი გამტაცებლები კოტე იოსელიანს და სახლში არ გამოუშვებდნენ. მე რომ მომიტაცეს და წინ დაუკან რომ ათრევდნენ, სანამ სასურველი ჩვენებები არ მიიღეს კამერის წინ არ მიმაცებინეს ჩვენება და სანამ ისედაც ფურცელზე სასურველი ჩვენებები არ მიიღეს, არავინ არ გამომიშვა. შესაბამისად კოტე იოსელიანს თუ კი მოიტაცეს, იქვე მოახდევინებდნენ ბოდიშს და მერე ისე გამოუშვებდნენ სახლში. ეს არ ჯდება ლოგიკაში. ეს არის მგონია, რომ არის ჩვეულებრივი უნიჭო სპექტაკლი. რომ გავყვეთ ბოკუჩავას და თავის ქმრის ლოგიკას, კარგი. ესე იგი წაიყვანეს 8 საათი წინ და უკან ატარეს, უნდათ ამ კაცისგან რომ ბოდიში მოეხადა ივანიშვილისთვის, იქვე არ მოახდევინეს ბოდიში. ამხელა რისკზე იყვნენ წასული ეს ხალხი, რომ კაცი დაიტაცეს და რაც უნდათ ის არ მიიღეს ამ კაცისგან და ისე გამოუშვეს სახლში და უბრალოდ ნდობა გამოუცხადეს, რომ კოტე იოსელიანი სახლში რომ მივიდო და აუცილებლად გადაიღებდა ვიდეოს და მოიხდიდა ბოდიშს. არ არის ეს ლოგიკური რაღაცნაირად ვერ ჯდება ლოგიკაში. ან კაი, თუ ესეთი შეშინებული იყო ეს იოსელიანი, ამდენად შეშინებული იყო, რომ გამოუშვეს იმ გამტაცებლებმა და სახლში მოვიდა და მოკლედ აი მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაინც შეშინებული იყო, ერთ დღამეში რა შეიცვალა და რა მეორე დღეს რატო აღარ იყო ეგრე ძალიან შეშინებული და როგორ გაბედა ბოკუჩავამ, რომ ბრიფინგი ჩაატარა. ან თუ ეს უნდათ, რომ ემხილებინათ და გატაცება ამ კოტე იოსელიანის მთელი ქვეყნისთვის ეცნობებინათ, ეს თვითონ კოტე იოსელიანი ბოდიშს რო იხდის, იმ ბოდიშის მაგივრად გადაიღებდა ვიდეოს და იტყოდა, რომ აი გატაცებული ვყავდი, გამომიშვეს და თხოვეს, რომ ბოდიში მომეხადა უტა ივანიშვილისთვის, მაგრამ არ მეშინია თქვენი და არანაირ ბოდიშს არ მოვიხდი და ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა. მაგრამ არა, აქ რაღაცა გამძაფრება უნდოდა უფრო ბოკუჩავას სიტუაციის და აი მან დაიხლართა და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ რაღაცა ბანძის ზღაპარი დადგა. და ყველაზე მთავარი რაც არის, მე დარწმუნებული ვარ, რომც გაეტაცებინათ კოტე იოსელიანი, მისი შეშინება ძალიან გაუჭირდებოდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო. თინა ბოკუჩავას ეს კაცი ისე ყავს შეშინებული, რომ თინას მერე რომ ამას ვინმესი შეეშინდეს, წარმოუდგენლად მეჩვენება მე პირადად.
ასე რომ ერთადერთი აი ამ რაღაცა ბანძი სცენარის მიზანი არის ის, რომ ნაციონალმა თინა ბოკუჩავამ თავის ბანძ ამომრჩეველს დააჯეროს რაღაცა ზღაპრები. ნაცები თავის ამომრჩევლებს ხო ყველაფერს აჯერებენ, ხო ყველა სისულელეს აჯერებენ და შესაბამისად აი ეს სცენარიც ესე ბანძის სცენარი იმიტომ გამოაცხეს, რომ დარწმუნებული არიან, რომ თავის ამორჩეველს დააჯერებენ. ის ზუსტად ისე, როგორც მაგალითად აი ზურაბიშვილზე გუშინ რომ აჯერებდნენ, რომ ყლექალაკაკებეშნიკი იყო და დღეს რომ აი გუშინდელი ყლექალას გარშემო გააერთიანეს და ტაშს რო აკრევინებენ. როგორც ის რომ დააჯერეს 400,000 ხმა ისე გაგვიყალბესო, რომ 4 გაყალბების ფაქტი არ გვაქვსო. და კიდე ბევრი სისულელე როგორც დააჯერეს ნაცებმა თავის ამორჩეველს, აი ზუსტად ისე აი ამ რაღაცა ბანძ სცენარსაც დააჯერებენ და როგორც უკვე აღნიშნე, ერთადერთი თავის ამორჩეველზე აქვს გათვლილი ბოკუჩავას, რომ იცის, რომ რაც არ უნდა სისულელე თქვას, მაინც დაუჯერებს თავისი ამორჩეველი და შესაბამისად აი ეს რაღაცა ბანძის სცენა დადგა ცოლ-ქმარმა. და რაც კიდე ერთი ვიზეც არის ეს ბანძის სცენა დადგმული თინა ბოკუჩავას პატრონებზე ამ ქვეყნის გარეთ, რომ იმათაც უფრო სალაპარაკო ჰქონდეთ, რომ აი თურმე კადიროვის მეთოდებით აქ ვიღაცებს იტაცებენ და უსწორდებიან და რავი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უტა ივანიშვილი ესეთი გამწარებული რომ ყოფილიყო ამ კოტე იოსელიანზე, რომ ესე იგი 7 წელი არ დაავიწყდა ის წყენა, რომ და მოატაცებინა, სადაც ამხელა რისკზე წავიდნენ, რომ მოიტაცეს, იქაც დედას მოუტანავდნენ, გაუხევდნენ იმ თავპირს და ისე გამოუშვებდნენ. ესე იგი რა, ესეთი განწარებულია უტა ივანიშვილი იოსელიანზე, რომ მოატაცებინა, მაგრამ იკუთხრა, რომ ზედმეტად თითი არ დააკაროთო, უბრალოდ პირობა აიღეთო, რომ სახში რო გაუშვებთ, მერე ბოდიშს მომიხდისო, თუ აი რა ლოგიკაა ვერ ვხვდები. რანაირად არ შევხედე ამ სიტუაციას, რანაირად ხან წინიდან, ხან უკნიდან, ხან გვერდიდან, მაგრამ ყველანაირად რაღაცა ბანძის ზღაპარია და როგორც ყველა დანარჩენი აქამდე ზღაპრებიც ნაციონალურმა მოძრაობამ რაღაცა ბანძად შეთხზა, აი ისე ბანძი სპექტაკლი დადგეს დღესაც ბოკუჩავამ და მისმა მეუღლემ. და ეს არის და ეს და აქ მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი გატაცებები და შეშინებები და რაღაცები, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ეს არის რის თქმაც მინდოდა ამ ვითომ რაღაცა სკანდალთან დაკავშირებით.